სახელითა მამისათა, დაცისათა და სულისა თქმულისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირისათვის. ჩვენ მოიხსენებთ ჩვენი მიცვალებულები და განსაკუთრებით აი დღევანდელ დღეს რომ წირო აგვესრულებინა პატარა ნიკოლოზს უკავშირდება, ესე იგი რომლის დაბადების დღეც არის დღეს. და მე კიდევ ერთხელ მინდა იმ ტკივილთან ერთად, რა თქმა უნდა, რაც ამ ოჯახს ჰქონდა, ისიც აღვნიშნო, რომ საერთოდ ბავშვის წესის აგება ვიდრე ის აღსარებას ამბობს. სულ სხვაგვარი არის და სულ სხვაგვარია უკვე დასრული ადამიანის წესის აგება. შინაარსობრივად ვამბობ, სადაც დავუშვათ ევედრები უფალს რომ მიუტევოს შეცოდებები, იქ სხვაგვარად არის საქმე, იმიტომ რომ პატარა ბავშვს რა შეცოდებები მოეკითხება. ღვთის წინაშე კი არა, ადამიანურადაც რო შევხედოთ, სიტყვაზე ვამბობ, 7 წლის ბავშვმა რამე დააშავოს, ციხეში ჩასვლა, ხო არ არსებობს ეგეთი რამე. და რატო ვამბობ ახლა ამას, რომ ადამიანიც კი ხვდება იმას, რომ ის ვერ დააშავებს იმას. თუნდაც მისი ხელიდან რაღაცა ცუდი გამოვიდეს, ეს მის დანაშაულად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ ის გაუაზრებლად აკეთებს. მით უმეტეს ღვთის წინაშე რა მოეკითხება. იქ სადაც აი დასრული ადამიანის წესის აგების დროს მიცვალებულის სიტყვებს გააჟღერებს მღვდელი და ასეთ რამეს ამბობს, რომ გუშინო თქვენთან ერთად მიყავიო და დღეს შემძელ სიკვდილმა მოიწიაო. ეხლა მივდივარო პირუთვნელი მსაჯულის წინაშეო, ვის წინაშეც ყველა ერთნაირად განიკითხებაო, მეფეც და ხედარიც, დიდარიც და გლახაკიც. და დაუცხრომელად ევედრებს ღმერთს ჩემთვისო, რომ არ წავიდე იქ, სადაც ჩემი ცოდვების გამოვიმსახურებ, არამედ იქ, სადაც მართალნი განიშანებენ. ეს არის თითოეული მიცვალებულის თხოვნა თავისი ჭირის უფლისადმი და ამდენადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისთვის ლოცვას, რომ მით უმეტეს აი თუ ოჯახის წევრი მორწმუნე დარჩა მიცვალებულს, არა მით უმეტეს როგორი იმედის თვალით შეჰყურებს, რომ ის ტაძარში მიდის, მას შეუძლია რომ ილოცოს ამ გარდაცვლილისათვის და ეს ძალიან დიდი იმედი და ნუგეშია და აი ეს ბოლო სიტყვების თითქოს მათ მიერ ნათქვამია ეს. აი რას შევთხოვდა ჩვენი მიცვალებული, რომ დაუცხრომელად ევედრეთ ჩვენთვის ღმერთს. და ამის პარალელურ ადგილას პატარა ბავშვის წესის აგებაში ასეთი სიტყვებია, ციტირებას ვერ მოვახდენ დაახლოებით ვიტყვი რომ ეხლა მადლობა ღმერთს, რომ იშვიათი არის ესეთი შემთხვევები და იმიტომაც ვერ მოვახდენ ციტირება. შეიძლება გავიდეს წლები და არ მოუწიოს სასულიერო პირს, რომ ჩვილის წესი ააგოს. შეიძლება დასრული ადამიანისა დღეში 3 და 4 წესის აგებაც კი მოგიწიოს და იმიტომაც რაღაც ზეპირად გახსოვს. ჩვილის წესის აგებაში ასეთი რამე წერია, რომ ჩემზე ნუ კი ტირი ხართ, თქვენი თავები იტირეთ. ახლა ის პატარა ბავშვი ღვთის წინაშე წარდგება, როგორც წელამე დავითმა ამოიკითხა, რომ ჩვენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა უფლისათა. ჩვენ ყველანი წარვდგებით ღვთის საყდრის წინაშე. და ის პატარა ბავშვი, რომ ადამიანურად ვთქვათ, არ ხეინათ იქნება, იმიტომ რომ მას რა უნდა მოეკითხოს. ამიტომაც ამბობს, ჩემზე ნუ კი ტირი ხართ, თქვენი თავები იტირეთო, იმიტომ ჩვენ დასრული ადამიანები უამრავი ცოდვით ვართ დამძიმებულები. და აი გარი ყველაზე მთავარი სატირანი, ესე იგი, რა თქმა უნდა, ის ხორციელი ტკივილად რჩება თავისთავად ცხადია, მაგრამ იმ ხორციელ ტკივილთან ერთად ჩვილის გარდაცვალებას ის მუგეში ახლავს, ის ღვთის წინაშე წარდგება უმანკო. აი ეს სიხარული ახლავს მაგ გარდაცვალებასთან. მაგრამ ჩვენს გარდაცვალებას რა ელის და რა იქნება, ეგ არავინ არ იცის. ეგ არავინ არ იცის და იმიტომაც ამბობს წმინდა იოანე სუნელი, რომ
სიკვდილზე ფიქრმა შენთან ერთად დაიძინოს. რომ ადამიანი რომ იძინოს, იფიქროს იმაზე. იფიქროს არა იმაზე, რომ რაღაცა ხორციელად და ადამიანურად კი არა, არამედ სულიერი გაგებით, რომ წმინდა მამამი სადაც ამბობენ სიკვდილზე ფიქრს უპირველეს ყოვლისა და საუკეთესო აზრით გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ. იქ პასუხი უნდა მივცეთ მოწყალე ღმერთთან. ამიტომ აი სიკვდილზე ფიქრმა შენთან ერთად დაიძინოს ნიშნავს, რომ უნდა იფიქროს ყოველთვის ადამიანმა, რა ეხლა რომ ღვთის წინაშე წავდგე. აი დღეს როგორ გავატარე დღევანდელი დღე. ან იქნებ დიდი ხანი გავიდა, რომ აღსარება არ მithქვამს. ან იქნებ აღსარება ვთქვი, მაგრამ რაღაცა დავაკელი იმ აღსარებას და გული მეუბნება, რომ იქ ბოლომდე არ თქვი რაღაცეები. და როდესაც ადამიანი ასე მოწესრიგებულია, იმაში სიკვდილის მიმართ კი აქვს შიში, მაგრამ არ აქვს ძრწოლა, გადამეტებული შიში არ აქვს. იმიტომ ამბობს წმინდა იოანე სუნელი, რომ შიში ბუნებრივი მოვლენაა, ადამიანები ვართ და ბეშინია სიკვდილის, მაგრამ სიკვდილის მიმართ ძრწოლა ეს მოუნანიებელი ცოდვების ბრალია. მოუნანიებელი ცოდვების ბრალი. მაგრამ თუ ადამიანი სოდავს და თან ნანობს და ცდილობს გამოასწოროს და გულწრფელია ღვთის წინაშე, გულწრფელია აღსარებაში, კი, რა თქმა უნდა, ხორციელად გარდაცვალების ყველას ეშინია, მაგრამ იმედი აქვს მას, რომ მეთი მოწყალეა და რაც შეცოდა, ის შეინარა. როგორც ზიარების ლოცვაში ვამბობ, ჩვენ ვითარცა კაცთან შეგცოდეთ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთთან შეგვინდა. ადამიანური თვისებაა, რომ წაიქცეს, მაგრამ ის უნდა წამოდგეს. რომ წაიქცევა, უნდა წამოდგეს. აი ამაშია მთელი ჩვენი ღვაწლი, რომ არ დარჩი ადამიანი წაქცეული. იმ წაქცეულ მდგომარეობაში საკუთარი თავი არ გაამართლო, რომ აი სხვები სხვას ეწანან, წაქცეულები არიან და მე რა სხვები რო წანან, ის სხვები თავისთვის აგებენ პასუხს და ჩვენ საკუთარი თავისთვის. როდესაც ადამიანი ასე ღვთისაგან შენდობას ითხოვს და იმედი აქვს არა საკუთარი სიწმინდისათვის, საკუთარი რაღაცა ცხოვრების წესის, არამედ ღვთის მოწყალებისა, ესეთი ადამიანი არის იმედიანი. და ესეთი ადამიანისთვის უფრო იმედი არის, რომ ჩვენ ძროებით ვართ ამ წუთისოფლებში, ჩვენი გარდაცვლილებით ძროებით იყვნენ. არადიულად კი იქ მოგვიწევს ჩვენ შეხვედრა. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი მიცვალებულებით და ჩვენს, როდესაც დადგება ისამი, აღვადგინოს უფალმა მარადიული სიხარულისათვის. სახარებაში წერია, რომ ზოგიო გამოვაო მარადიული სიხარულისათვის და ზოგი მარადიული საშელისათვის, სატანჯველისათვის. ისე რომ მარადიულობა გარდაუვალია ყველა ადამიანისთვის. მაგრამ ეს მარადიულობა არ ნიშნავს თავისთავად მარადიულ სიხარულს, არც მარადიულ სატანჯველს. აი მარჩევანის წინაშე დგევართ ჩვენ თითოეული. და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვილობის ასაკში აღესრულნენ, ის მარადიულობა სიხარულით არის სავსე. იმიტომ რომ მათი ცოდა, ისინი აღსარებასაც არ ამბობდნენ, რა ცოდვა უნდა მოეკითხოთ. ამიტომ აი მათ გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ტკივილს აი ეს მოგეშიც ახლავს, რომ ისინი წავიდნენ და ღვთის წინაშე სიხარული ექნებათ. ქრისტე არსება.